თუ თქვენ მუშაობთ ავეჯზე, ინტერიერის დიზაინზე ან გსურთ პროექტების უფრო სწრაფად დაწყება, ეს ვიდეო გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ ArtRocket-ის დახმარებით არა მხოლოდ ავეჯის დახატვა, არამედ სრულთასოვანი სამუშაო პროექტის შექმნა, რომელსაც შემდეგ შეგიძლიათ დაითვალოთ, წარუდგინოთ კლიენტს და მოამზადოთ წარმოებისთვის. ამ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ შექმნათ ArtRocket-ში საკუთარი ავეჯის მოდული ნულიდან, მოდულების კონსტრუქტორის გამოყენებით. დღეს ჩვენ შევკრავთ ასეთ შემოსასვლელის კარადას ღია ზონით, თაროებითა და გამოსაწევი უჯრით, ზედა კარადებით, ფასადებით და უკანა კედლით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მზა მოდულს არ გამოვიყენებთ. გაჩვენებთ, როგორ შევკრათ კონსტრუქცია ხელით ცალკეული პანელებისგან. ახლა დავაყენებ კარადის შაბლონს, რომლის საფუძველზეც დღეს ვიმუშავებთ. ზუსტად ამ შაბლონით განვიხილავ ძირითად პარამეტრებს, ზომების შეცვლას, მუშაობას მოდულებთან და კარადის მომზადებას შემდგომი დამუშავებისთვის. პირველ რიგში ვხსნით ბიბლიოთეკას, გადავდივართ კომპონენტს განყოფილებაში და ვირჩევთ module builders. აქ ვირჩევთ front panel 18 მმ-ის. ატრიბუტებში უთითებთ პირველ პანელს ზომას. სიმაღლე 1865 მმ, სიგანე 450 მმ. ახლა საჭიროა მეორე პანელი დავაყენოთ საჭირო მანძილზე. ვზომავთ მანძილს რულეტით. ჩვენთან გამოდის 582 მმ. ვაკოპირებთ პანელს, უთითებთ მანძილს და ის ზუსტად იმ ადგილას დგება, სადაც საჭიროა. შემდეგ ვიცხოვთ თაროების განლაგებას. პირველი მანძილი გამოდის 211 მმ. ვიღებთ ჰორიზონტალურ 18 მმ. პანელის ზომა უდიდებთ. სიგანე 560.4 მმ, სიღრმე 450 მმ. ზომის შეცვლა შესაძლებელია ორი გზით: ატრიბიუცის ან scale ინსტრუმენტის საშუალებით. ახლა ვაკოპირებთ პირველ თაროს და უთითებ მანძილს 290.6 მმ. შემდეგ თაროს ქვემოთ გვაქვს გამაძლიერებელი ზოლი. მისი ზომაა სიგანე 564 მმ, სიმაღლე 68 მმ. ასეთი დეტალები მნიშვნელოვანია, რადგან ავეჯის პროექტი უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ტექნიკურად სწორიც. ArtRocket გეხმარებათ ერთდროულად იფიქროთ როგორც დიზაინერმა, ასევე წარმოების სპეციალისტმა, სად არის საჭირო სიმტკიცე, სად უნდა იყოს პანელი, სად იქნება დატვირთვა. ვათავსებთ მას ზუსტად ცენტრში და კიდევ ერთს კონსტრუქციის დასაწყისში. ახლა ვაკოპირებთ თაროს და ვწევთ ზემოთ. მეორე თაროსთვის ატრიბუტების საშუალებით ვცვლით სიღრმეს 422 მმ-ზე. და ვწევთ მას ოდნავ წინ, რომ უკან დავტოვოთ ადგილი უკანა პანელისთვის.
ახლა სცენას შევცვლი, რომ მუშაობა უფრო მოსახერხებელი იყოს და კონსტრუქცია უკეთ დავინახო. ახლა ვაყენებთ უკანა პანელს. ვიღებთ 18 მმ-იან პანელს და ვავრცელებთ მას scale ინსტრუმენტით. უკანა პანელი კარადას უქნიდან ფარავს, აძლიერებს კონსტრუქციას და ეხმარება კარადას სწორი გეომეტრიის შენარჩუნებაში. გადავდივართ ცოკოლზე. ზომავთ დაშორებებს, როგორც ეკრანზეა ნაჩვენები. ცოკოლის სიგანეა 1350 მმ, სიმაღლე 93 მმ. მე ვიყენებ იმავე პანელს ბიბლიოთეკიდან. არც როკეტში უკვე არის მზა კარკასები ცოკოლით, მაგრამ ამ ვიდეოში სპეციალურად გაჩვენებთ აწყობას ნულიდან, რომ უკეთ გაიგოთ, როგორ არის მოწყობილი მოდული. როცა პრინციპს გაიგებთ, აღარ იქნებით დამოკიდებული მხოლოდ მზა გადაწყვეტილებებზე. შეძლებთ შექმნათ ინდივიდუალური ავეჯი ნებისმიერი შეკვეთისთვის, ნებისმიერი ზომისა და კონკრეტული კლიენტის მოთხოვნების მიხედვით. ახლა ვაკოპირებთ თაროს პირველი მოდულიდან. ტოვებთ 20 მმ დაშორებას. სწორად ვასწორებთ პანას. ვაყენებთ სიგანის 900 მმ. უკან ვტოვებთ 1 მმ-ს უკანა პანელისთვის. შემდეგ ვაყენებთ გვერდითა პანელებს სიმაღლით 1214 მმ. ახლა ვაყენებთ კარადის ზედასახურას. ეს არის ჰორიზონტალური პანელი, რომელიც ზემოდან ფარავს კორპუსს, აერთებს გვერდითა პანელებს და უზრუნველყოფს მთელი კონსტრუქციის სიმყარეს. თაროებისთვის ვაკოპირებთ ქვედა პანელს, რულეტკით ვზომავთ 311 მმ-ს და ვაყენებთ პანელს. ამ შემდეგ შევდივართ ბიბლიოთეკაში, ვხსნით General Sections და ვირჩევთ თაროებს. ვამატებთ მათ ისე, როგორც ეკრანზეა ნაჩვენები. აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ Art Rocket ხელს უწყობს ხელით მოქნილობისა და მზა ბიბლიოთეკური გადაწყვეტილებების გაერთიანებას. შეგიძლიათ მოდული თავიდან ააწყოთ ან დაამატოთ მზა სექციები, რაც დროს დაგიზოგავთ რუტინულ მოქმედებებზე. შევდივართ ატრიბუტებში და ვირჩევთ, რომ იყოს მხოლოდ ერთი უჯრა. შემდეგ Scale ინსტრუმენტით ვავრცელებთ მას საჭირო ზომამდე. ავეჯის ბიზნესისთვის ეს ნიშნავს, რომ ერთი სპეციალისტი უფრო სწრაფად მოამზადებს პროექტს, უფრო სწრაფად აჩვენებს მას კლიენტს და უფრო სწრაფად გადასცემს შემდგომ დამუშავებაში. გადავდივართ მესამე მოდულზე.
პანელი ზომებით. სიმაღლე 2683 მმ, სიგანე 450 მმ. ვაყენებთ ქვედა პანელს სიგანით 460 მმ. დავამატებთ მეორე გვერდით პანელს. და ვაყენებთ კარადის ზედა სახურავს. ამის შემდეგ ვაყენებთ კარადის უკანა კედელს. ის კორპუს უკნიდან ხურავს კონსტრუქციას სიმტკიცეს აძლევს და კარადას სწორი ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. ახლა ვამზადებთ ზედა კარადებს. დავამატებთ თაროებს დაშორებებით 3,707 მმ და 3,85 მმ ქვედა მხარეს. შემდეგ ვაყენებთ ქვედა მოდულის ზედა სახურავს. და ვაყენებთ გვერდით პანელებს. ერთ მხარეს ვტოვებთ 20 მმ დაშორებას. მეორე მხარეს კი 4 მმ. დავამატებთ კარადის საღულარს. ამის შემდეგ ვაკოპირებთ ქვედა თაროებს და ზემოთ გადავიტანთ. გახსენებთ, რომ მოდულის ასასვლელად ვირჩევთ Move ინსტრუმენტს, ვაკლიკებთ მოდულზე, ვაჭერთ Ctrl-ს და წევთ ასლს. ასლის გაკეთების შემდეგ ზომებს ვასწორებთ Scale ინსტრუმენტით. ახლა ვაკოპირებთ კარადას, ვაპატარავებთ და ვაყენებთ კარადის ძირს. უკანა პანელს აქ HDF-დან ვიკენებ.
გადავდივართ ფეხებზე, შევდივართ hardware განყოფილებაში. კუთხიდან 50 მმ-ს ტოვებთ და ფეხებს კუთხეებში ვაყენებთ. ახლა ვაყენებთ ფასადებს. დავამატებთ ფასადს და flip ინსტრუმენტით ვასახიერებთ მას. ვაჭერთ წითელ ღერცხს და ვაბრუნებთ ფასადს საჭირო მიმართულებით. გზა მოდელის, ფასადებისა და პროპორციების ხილვისას კლიენტი გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად იღებს, თქვენ კი მარტივად ხსნით ფასს, კონსტრუქციასა და შეთავაზების პლუსებს. ამის შემდეგ თითოეულ კარადას ვამატებთ ფასადს. ფინალში ვაყენებთ სახელურადს. ნიშნავთ მოდულს, შევდივართ ატრიბუტებში. ვაჭერთ handles და ვირჩევთ საჭირო სახელურს. ეს ფურნიტურის მორგებას მოქნილს ხდის. სწრაფად შეარჩევთ სახელურს, შეცვლით ზომას, მდებარეობას და კლიენტს ვარიანტებს პროექტშივე აჩვენებთ. ამის შემდეგ ვაჭერთ დინამიურ სახელოს. ისრების დახმარებით ვაყენებთ სახელურს იქ, სადაც გვჭირდება. სახელურის გასადიდებლად ვაჭერთ პლუსი. გასამცირებლად ვაჭერთ მინუსი. მზადა, ჩვენ სრულად დავატყოთ შემოსასვლელის კარადა 0-დან. გვერდითი პანელები, თაროები, ცოკოლი, უკანა კედელი, ზედა კარადები, გამოსაწევი უჯრა, ფასადები, ფეხები და სახელურები. ასეთი მიდგომა გვეხმარება არა მხოლოდ ერთი მოდულის აწყობაში, არამედ გაგვაგებინოს მოდულების კონსტრუქტორის ლოგიკა ArtRocket-ში. ArtRocket უბრალოდ მოდელირების პლატფორმა არ არის. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ავეჯის პროექტირებას გახადოს უფრო სწრაფი, გასაგები და მომგებიანი პროცესი. თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე სტილში, უფრო სწრაფად შექმნათ პროექტები და უფრო ეფექტურად წარადგინოთ თქვენი იდეები კლიენტებისთვის, დაიწყეთ ArtRocket-ის გამოყენება. უკვე ახვალ.